მოგესალმებით კოლეგებო. Კორუმი გვაქვს, დარიგებულია დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხი. ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი თავდაცვის კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები პირველი მოსმენით. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ ფრაქცია ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელსაც მოგახსენებთ. შეგახსენებთ კოლეგებო, ეს არის ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებიც მთელი რიგი დანაშაულების ჩადენისათვის არიან და იქნებიან მსჯავრდებულები და ეხება დანაშაულებს, როგორც არის სამოხელეო და ფინანსური თანამდებობის ყოფნის პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე, ვალდებულები იქნებიან, რომ განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები, რაც გაზრდის გამჭვირვალობას და ამავდროულად ამ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიღებული თანხები თუ სადმე გადამალული არის, რომ გამოიყენონ მარტივად. ცვლილებები ასახული არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის, როგორც პირველ მუხლში, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება, ასევე მეორე მუხლი გახლავთ ცვლილების გარეშე კანონი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. თუ პირველ მუხლთან რედაქციული ხასიათის შენიშვნები, მოსაზრებები ან კითხვები გაქვთ, მზად ვარ რომ უპასუხო. ასეთი არ გახლავთ, მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ მთავრობის ინიციატივა თავდაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თანამდებობ ცვლილებებთან ერთად პირველი მოსმენით. გთხოვთ ბატონო გრიგოლ, მობრძანდეთ და წარმოვიდგინოთ კომიტეტს ინიციატივა პირველი მოსმენის პარაგრაფში. ჩვენ სავალდებულო კომიტეტი გახლავთ აღნიშნულ საკითხზე, შესაბამისად სავალდებულო კომიტეტის რეჟიმში განვიხილოთ აღნიშნული საკითხი. გთხოვთ. მოგესალმებით. განსაკუთრებულად წარმოგიდგენთ თავდაცვის კოდექსში, ასევე მისგან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს. საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანით მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას. როგორც მოგეხსენება, თავდაცვის კოდექსმა მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად შეცვალა სამხედრო აღრიცხვასთან და სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული მიდგომები, რომლებიც თავდაცვის კოდექსის ფარგლებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითს წარმოადგენს, ასევე თავდაცვის კოდექსით მოწესრიგდა თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც საკანონმდებლო დონეზე სიახლეს წარმოადგენს. კოდექსის მიღების შემდგომ გავლილი პერიოდის გათვალისწინებით მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში გამოიკვეთა რიგი საკითხების დაზუსტების და შეცვლის აუცილებლობა, რაც წარმოდგენილია ცვლილებათა პაკეტში. ბატონო თავმჯდომარე, დეტალურად კი ბატონო. კი ბატონო, რაც შეეხება თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს, თავდაცვის კოდექსის თანახმად წვევამდელი კი ბატონო, რაც შეეხება თავდაცვის კოდექსს, თავდაცვის კოდექსის თანახმად წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. კოდექსის 70-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად საჭიროების შემთხვევაში წვევამდელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ასევე შესაძლებელია წარგზავნილი იქნეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის. ეს პრაქტიკა მაჩვენდა, შესაბამისად ხდება დაზუსტება კანონში ამასთან დაკავშირებით და თანამდებობი კანონპროექტიც სწორედ გულისხმობს არ გამოცხადების შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას, ეს როგორც წეგანი აღნიშნე, განპირობებული არის დამატებითი კვლევის შემთხვევაში არ გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებლობის შემოღებას, ხოლო რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას, ეს განპირობებული არის ეროვნული თავდაცვის აკადემიის
რექტორის სახელწოდების ცვლილებაზე. ეს როგორც მოგეხსენებათ, შტატი გახლავთ გენერალი შტატი, როგორც წესი ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში და ნატოს სახელმწიფოებში, როგორც წესი, ეს არის მეთაურის პოზიცია და რექტორის ნაცვლად სწორედ მეთაური იქნება ტერმინი შემოღებული და მოგეხსენებათ, რომ ასევე აღნიშნულ შტატზე გენერალი გახლავთ რექტორი დღის მდგომარეობით და სწორედ ეს ცვლილება არის ამ კანონში გათვალისწინებული. ეს არის ძირითადი ცვლილებები, ბატონო თავმჯდომარე. თუ კითხვები არის? დიახ. როგორც გითხარით, პრაქტიკა მაჩვენა, რომ სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი კვლევები დაინიშნოს, იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ ჯანმრთელია თუ არ არის ჯანმრთელი ამ სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის ახალგაზრდა და კანონში ეხლა ხდება გათვალისწინება, თუ დამატებითი კვლევა დაინიშნება და არ გამოცხადდება, პასუხისმგებლობა იქნება დაწესებული შესაბამისი. ბატონო, მადლობა კოლეგებო, შენიშვნები. დიახ, ბატონო. მოგესალმებით. ერთი დაზუსტება მინდა რომ შევიტანოთ. რა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ეს ერთი და კვლევები ტარდება სამოქალაქო დანიშნულების საიმაში კლინიკებში თუ ისევ სამხედრო ჰოსპიტალის ბაზაზე. დამატებით გამოკვლევები. დიახ, მოგახსენებთ, როგორც წესი დამატებით სამხედრო ჰოსპიტალში ტარდება დამატებითი კვლევები, თუმცა ასევე შესაბამისი პროფილის სამოქალაქო კლინიკებშიც თუ იმ შემთხვევაში ეს კვლევა საჭიროებს დამატებით სპეციალიზებულ დაწესებულებას. ძირითადად როგორც წესი სამხედრო ჰოსპიტალში ჩვენ გვაქვს საშუალება იმისი რომ გამოკვლევები ჩავატაროთ, თუმცა ეს ხდება ასევე სამოქალაქო კლინიკებშიც. და რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის 1000 ლარიანი ჯარიმა და იმ შემთხვევაშიც, როდესაც დამატებით კვლევაზე არ გამოცხადდება, წვევამდელი გათვალისწინებული იქნება ჯარიმა. ანუ რაც იყო, ბატონო გრიგოლ, რაც იყო პირველადი შემოწმებისთვის თავის არიდების ნაწილში პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრული, ზუსტად იგივე ზომა არის განსაზღვრული დამატებითი კვლევის თავის არიდების შემთხვევასაც. ხო ესეა? დიახ. ბატონო, მადლობა. სხვა კითხვები ხომ არ არის შენიშვნები? დიახ, ბატონო, თენგის. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აი სამოქალაქო დაწესებულებაში როდესაც აგზავნით. ეს თქვენი მიმართვის საფუძველზეა თუ თო შეუძლია მიმართოს? ეს არის ჩვენი მიმართვის საფუძველზე და ანაზღაურებად შესაბამისად ჩვენი მხრიდან ხდება. დავუშვათ იმ შემთხვევაში ჩემი კოლეგის კითხვის საპასუხოდ გამოჩნდა ეს კითხვა. თუ პირი არ ეთანხმება დავუშვათ რომ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში მიღებული პასუხი მისთვის ასე ვთქვათ წინააღმდეგობრივია და არ ეთანხმება. მას არ აქვს უფლება რომ თვითონ მიმართოს, ანუ თქვენი მიმართვის საფუძველზე უნდა მოხდეს მაინც და მაინც ეს ამბავი. დიახ, არის პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც თვითონ წარმოადგენს წვევამდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას, თუმცა ეს ამის გადამოწმება ხდება ჩვენთან სამხედრო ჰოსპიტალში. დიახ. რა თქმა უნდა, აქვს ამის უფლება, რომ თვითონაც წარმოადგენოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენი სამხედრო ჰოსპიტალში შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხდება გადაწყვეტილება. და დაუშვათ არ ეთანხმება ამ სიტუაციას. აი როგორ ხდება ეს, რისი უფლება აქვს, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს ეს? რა თქმა უნდა, მაინც ხო გვხვდებით რატომ გეკითხებით ამას, რომ აღქმა არ დაგვრჩეს იმისი და საზოგადოებას არ დარჩეს, რომ მაინც თქვენი მაღალპროფილური კლინიკა თუ დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გორში მდებარეობს, შეიძლება ვიღაცთვის აღქმული იყოს, რომ მაინც თქვენი ხოლგის ქვეშ რადგანაც არის, შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეულად აპელირებული თქვენთან და არა დაუშვათ სამოქალაქო პირის ინტერესებიდან გამომდინარე. და ამიტომ ეს რო კიდევ ერთხელ კარგად გამმარტოთ, რომ დაუშვათ რისი უფლება აქვს პირს, რისი არა და ანუ მიზანი რა არის ამის, აი ეს რომ ნათლად დავანახოთ საზოგადოებას და მათ შორის ჩვენც ბუნებრივი. კი ბატონო. ჩვენი ამოცანა არის იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იყოს ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან სამხედრო სავალდებულო სამსახური დაკავშირებული არის ფიზიკურ დატვირთვასთან, საბრძოლო მომზადებასთან, შესაბამისად ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროს ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანს არ კონდეს რაიმე
დიახ, კომისიური წესით სხვადასხვა პროფილის ექსპერტების ჩართულობით, რომ ადამიანს არ გაურთულდეს თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან სხვა დამატებითი დაავადება არ გამოვითარდეს. ამიტომ ეს კვლევა ამიტომ ხდება ობიექტურად. და მეორე ამოცანა ის არის, რომ რეალურად თუ ჯანმრთელი არის წვევამდელი, არ მოხდეს, ასე ვთქვათ, თავის არიდება და შესაბამისად მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური. რა თქმა უნდა, აქვს გასაჩივრების უფლება წვევამდელს, ეს მოგეხსენებათ ადმინისტრაციული აქტი არის ეს გადაწყვეტილებები გაწვევასთან დაკავშირებით და ყველა ეს პროცედურა, რაც არის გაწერილი და უფლებები, ბუნებრივია ამ უფლებით სარგებლობა. ანუ თუ სწორად გავიგეთ, შემდგომში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ექსპერტული დასკვნის შესახებ, ხომ? თუ როგორც ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრდება ეს. დიახ, თავდაცვის კოდექსში ასევე არის გაწერილი, ისევე როგორც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, შესაბამისი პროცედურები და ბუნებრივია ამ უფლებით შეუძლია ნებისმიერ წინსარგებლოს. არგით, ხომ არ არის დამატებითი კითხვები? ასეთი არ გახლავთ, ბატონო გრიგოლ, მადლობა თანამშრომლობისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატთან. თქვენს და თქვენმა თანამშრომლებმაც აქტიურად იმუშავეს, რიგი საკითხები, რომელიც დაზუსტება საჭიროებდა, რომ ასახული არის ამავდროულად ჩვენი კომიტეტის დასკვნაში, რომელიც გაიგზავნება, რა თქმა უნდა, წამყვან კომიტეტს და შემდეგ უკვე რედაქტირებული ვერსიის პარლამენტის კომისიის გატანაც იქნება შესაძლებელი. მადლობა თანამშრომლობისთვის. გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. კოლეგებო, ამით განსახილველი საკითხები ამოწურული აქვს. გთხოვთ, რომ კენჭი უყაროთ პირველი ფრაქცია ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ ინიციატივას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? ერთხმად. უკაცრავად ოპოზიციას შეუგავებია, ოპოზიციის კონკრეტულ ნაწილს შეუგავებია თავი. შეიკავეთ თავი თუ? კი ბატონო. საინტერესოა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა თავი შეიკავა ვალდებულებაზე დამნაშავეების მიმართ, რომ 30 წლის განმავლობაში შეავსონ დეკლარაცია, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. საინტერესო არის რა არის თავშეკავების მიზეზი, მაგრამ ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის საზოგადოების ინფორმირებისთვის. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა თავდაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც მოგვახსენა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგი არ გახლავთ. მაშინ ერთი ადამიანის გარდა ყველა ერთხმად დაუჭირა მხარი. მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია.